გამარჯობა, დღეს 16 აპრილია. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ადამიანს, რომელიც ამ დღეს დაიბადა. 1996 წლის 16 აპრილს დაიბადა ამერიკელი მსახიობი ანია ტეილორ-ჯოი. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მთავარი როლის შესრულებით Netflix-ის სერიალში ლაზიერის გამბიტი. 1987 წლის 16 აპრილს დაიბადა ინგლისელი ყოფილი ფეხბურთელი აარონ ლენონი. 1889 წლის 16 აპრილს დაიბადა ინგლისელი მსახიობი და რეჟისორი ჩარლი ჩაპლინი. 1977 წლის 16 აპრილს დაიბადა შვედი ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ფრედი ლიუმბერგი. მისი წარმატებული კარიერა უკავშირდება ლონდონის არსენალს. 1984 წლის 16 აპრილს დაიბადა ბრიტანელი მსახიობი კლერ ფოი. მან საერთაშორისო აღიარება მოიპოვა მთავარი როლის შესრულებით Netflix-ის სერიალში გვირგვინი, სადაც შეასრულა დედოფალ ელიზაბეთ მეორის როლი. ამ როლისთვის მან მიიღო ოქროს გლობუსი და 2 ემის ჯილდო. 1996 წლის 16 აპრილს დაიბადა ამერიკელი ჩოგბურთელი ტეილორ თაუნსენდი. 1986 წლის 16 აპრილს დაიბადა იაპონელი ყოფილი ფეხბურთელი შინჯი ოკაზაკი. 1860 წლის 16 აპრილს დაიბადა ქართველი პედაგოგი, ახალი ქართული სალიტერატურო ენის ერთ-ერთი დამდგენი, ლიტერატორი და პუბლიცისტი სილოვან ხუნდაძე. 1946 წლის 16 აპრილს დაიბადა ქართველი მსახიობი, რეჟისორი და სცენარის ავტორი, საქართველოს დამსახურებული არტისტი რამაზ გიორგობიანი. ის მონაწილეობს ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორებიც არის გიორგობის თვე, ფერის ცვალება, მხიარული რომანი, ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი, ყველაზე სწრაფები მსოფლიოში და მრავალი სხვა. 1972 წლის 16 აპრილს დაიბადა ქართველი სპორტსმენი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელდარ კურტანიძე. ის არის მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი. ასევე ის იყო საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი. დააკომენტარე შენ რომელი ცნობილი ადამიანი იცი, რომელიც ამ დღეს არის დაბადებული.